ჩვენ დავბრუნდით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გავაკეთებთ ამ გადაცემაში კომპანია ავტობანის პრეზენტაციას და ასევე გავაკეთეთ შესყიდვები საკონტროლო ფალსიფიცირებული პროდუქციის, რომელსაც შევადარებთ ორიგინალ პროდუქციას და ნათლად დაგანახებთ თუ რა სხვაობა არის ფალსიფიცირებულსა და ორიგინალ პროდუქციის შორის. ამის სამაგალითოდ კომპანია მანმა შექმნა ეგეთი ბოქსი, ყუთი, რომელშიც მოცემულობა არის რა სხვაობა არის ორიგინალსა და არაორიგინალ პროდუქციის შორის. მოდი დავიწყოთ მისი გახსნა და ამ ჯადოქრული ყუთის დათვალიერება. პირველი დონე ეს არის ფალსიფიცირებული ან არაორიგინალი პროდუქცია, ეს არის მანის ორიგინალი პროდუქცია. ეს არის დასველების შემდეგ. დასველების შემდეგ არაორიგინალი პროდუქცია კარგავს თავის ფორმას, მანი არ კარგავს თავის ფორმას. ასევე მას გააჩნია თავისი ექსკლუზიური გამოგონება ლითონის გამაძლიერებლების შეცვალა სილიკონური გამაძლიერებლებით, რომელიც ბევრად უფრო ამსუბუქებს პროდუქციას და უფრო მყარია. იმ შემთხვევაში თუ ფილტრი დაიშალა, ან ის ვერ წმინდავს ზრავში წარმოქმნის საჟისაგან, ნაწილაკებისაგან ზეთს, მაშინ შეიძლება მივიღოთ ზრავის წყობრიდან გამოსვლა. ასევე ძალიან დღევანდელ პირობებში ძალიან აქტუალური არის სალონის ფილტრები, იმიტომ რომელიცაც ჩვენ უკვე მომხმარებელი ვსუნთქავთ. მაგალითად, მანის სალონის ფილტრები, რომელიც გაჯერებული არის აქტივირებული კარბონით, 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მძიმე არის, როდესაც ან ფალსიფიკატორის, ან არაორიგინალი მწარმოებელის ფილტრის მოცულობაზე. ასევე შეგვიძლია გაჩვენოთ თუ რა დონეზე არის სხვაობა. ეს არის მანის მიერ გაფილტრული ფილტრიდან ამოღებული ჭუჭყი, ეს არის ჩვეულებრივი ფილტრიდან ამოღებული ჭუჭყი. შეხედეთ რამხელა სხვაობა არის. ამას რაც აი ამ ნაწილს, რომელიც ამის ზევით არის, იმას ჩვენ ვსუნთქავთ და ჩადეს ჩვენს ფილტრებში, ხოლო მანი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ აი ეს ჭუჭყი დარჩება ფილტრში და არა ჩვენს ფილტრებში. მწვანე წყალი, ეს არის წყალი, რომელიც არ გაატარა მანის ფილტრმა საწვავში, ის დააგროვა ფილტრში და ის არ მოხვდა შეფრქვევის სისტემაში. არ დაზიანდა ჩვენი ძრავი და ფილტრმა აიღო თავის თავზე ის, რაც უნდა აიღო ძრავს თავის თავზე. მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ დონეზე. ეს არის მანის პროდუქცია ასევე. მანი აწარმოებს როგორც ფილტრებს, ასევე მთლიან კორპუსს, რომელშიც ეს ფილტრი ჯდება და თითქმის ყველა გერმანელ ავტომწარმოებელს, ასევე იაპონელ ავტომწარმოებელს მიეწოდება ეს ყუთები. ასევე ეს არის მანის ექსკლუზიურად დამზადებული ფილტრი, რომელიც პატენტირებულია ამ ფილტრს, აი ესეთი ფორმით, ასეთი ხარისხით ვერ აწარმოებს ვერცერთი კომპანია მსოფლიოში. ის 30,000, 40,000 უძლებს გამოცვლის გარეშე გავლას. ის სპეციალურად დამზადებულია სინთეზური ზეთებისათვის, რომელთა გამოცვლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-40,000 კილომეტრს გრძელდება. კლაპანი, რომელიც იღება ფილტრში, ხო? აი ფილტრებში, რომელიც არ არის ორიგინალი, იქ თითქმის ერთი პრუჟინა დგას თითქმის ყველგან, მანში ეს პრუჟინების სიმკვრივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. აი ეს არის მანის ფილტრი ხმარების მერე, ეს არის ჩვეულებრივი ფილტრი. შეხედეთ როგორი თეთრია, ის ინარჩუნებს ფორმას, ამ ფილტრებმა კი შეიძლება ფორმა დაკარგონ, ჩამოიშალონ და წავიდნენ სისტემაში და გამოიყვანონ ძრავი წყობიდან. ამ ესეთ შემთხვევებში ჩვენ ძალიან ბევრი გქონია თბილისის და საქართველოს რეალობაში. ახლა კი ტელემაყურებლებო გადავალთ ბრენდებზე, რომელთა პარალელური ფალსიფიცირებული შესყიდვები ჩვენ გავაკეთებთ და დაგარწმუნებთ თუ რამხელა სხვაობა არის ამ ფალსიფიკაციასა და ორიგინალ მწარმოებელს შორის და მცირე ექსკურსსაც მოგიყვებით ამ ორიგინალი მწარმოებელების შესახებ. როგორც გითხარით, ერთ-ერთი პირველი გაყალბებული პროდუქცია და სიცოცხლისათვის საშიში ეს არის სამუხრუჭე ხუნდები. ეს არის ნომერ პირველი მიმწოდებელი კონვეიერზე კომპანია, ამიტომ რა თქმა უნდა მის გაყალბებას ცდილობს ყველა. ახლა მე მიმეჭირავს ტექტარი, არსებობს ტენტარი, ხოლო ნამდვილი ორიგინალი ტექტარი არის აი ესეთი. მის შიგნით მოთავსებული პროდუქციაშიც რადიკალური სხვაობა არის ხარისხში. პროდუქცია არის თავიდან ბოლომდე სხვადასხვა შემადგენლობით, მეტალის რაოდენობით და ასევე გამძლეობით, სამუხრუჭე მანძილით, გადახურებაზე მედეგობით. ეს პროდუქცია სიცოცხლის საშიშია, ეს პროდუქცია კი არის უმაღლესი ხარისხის მსოფლიო ბაზარზე მყოფი სამუხრუჭე ხუნდები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლენფორდერის თაროსთან.
ეს არის კომპანია, რომელთაც ძალიან ვამაყობთ, ჩვენ მისი წარმომადგენლები ვართ. ის არის სრული მონოპოლისტი მსოფლიო ბაზარზე. ეს არის სავალი ნაწილის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. მისი ბრუნვა შეადგენს 22 მილიარდ ევროს. მე ხა მიჭირავს მისი გაყალბებული ვარიანტი. ეს არის ყალბი ლენფორდერი. მისი ფასი არის 10-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ორიგინალი ლენფორდერი და მისი ხარისხი არის არაფრის მომცემი. ეხლა ხო გაჩვენებთ რას როგორი არის ნამდვილი ლენფორდერი. აუცილებლად უნდა ეწეროს სად არის წარმოებული. გარდა გერმანიისა ქარხნები არის სლოვაკეთში, ესპანეთში, ამერიკაში, გერმანიაში, ნაწილი პატარა ქარხანა არის თურქეთში და ასევე ეს დეტალი მაგალითად გაყალბებული ძლებს 1 კვირა, ხოლო ლენფორდერი მუშაობს 15 წელიწადს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კომპანია გეიტსის თაროსთან. გეიტსი არის კომპანია, რომელმაც შექმნა ღვედი საერთოდ. ის 100 წელზე მეტ სიცოცხლის როგორც კომპანია, ეს არის ამერიკული კორპორაცია, მოდებულია მთელ მსოფლიოში, საწარმოებელი არის იაპონიაში, ევროპაში, ამერიკაში, მექსიკაში. მიმწოდებელი არის თითქმის ყველა ავტომწარმოებლის და მისი ფალსიფიკაცია სწორედ დაიწყო მას მერე, რაც ის ძალიან პოპულარული გახდა ქართულ ბაზარზე. ეხლა მე მიჭირავს საკმაოდ მიმსგავსებული ფალსიფიცირებული ღვედი, თითქმის გარჩევა შეუძლებელი არის, მხოლოდ ერთი მომენტია, რომ გოლოგრამა არ არის, აი ეს პატარა გოლოგრამა არ არის. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ეს არის. ასევე გეიტსის შემთხვევაში ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც გეიტსმა გაიარა მანქანაზე 100.000, 150.000 ფალსიფიცირებული ღვედები კი დაახლოებით 1 კვირაში წყდება მანქანაზე. აი, დააფასეთ ეს ხარისხი და პატივიეცით მის ინტელექტუალურ საკუთრებას და შეეცადეთ მოიყიდეთ ფალსიფიცირებულ პროდუქციას. ეხლა ჩვენ მივემართებით ყველაზე ფალსიფიცირებული პროდუქტის თაროსაკი. ეს არის კომპანია ერლინგი. მისი მასშტაბი ფალსიფიცირების დაახლოებით 70%-ს აღწევს უკვე ჩვენს ბაზარზე. კოლოსალური რაოდენობის ფალსიფიკაცია იყიდება. ეხლა ფალსიფიცირებული პროდუქტი მიჭირავს ხელში. ის ძალიან არის ამისი გარჩევა არაპროფესიონალისტების თითქმის შეუძლებელი. მას აქვს ასევე გოლოგრამა და ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო დეტალი. ეს არის ძრავის დეტალი, ძრავის შუასადები. მისი ფალსიფიცირება ძალიან ძვირი უჯდება მეპატრონეს. ასევე მე მინდა გაჩვენოთ პროდუქტი, ეს არის ერლინგის პროდუქტი დირკო, რომელიც არის ძრავის გერმეტიკი. მისმა გაყალბების მასშტაბმა მიაღწია თითქმის უკვე 90%-ს და უკვე ვეღარ ასხოვებს ბაზარზე სად შეიძლება იყიდოს ორიგინალი პროდუქცია. ალბათ დრო არ უკვე სახელმწიფო ჩაერთოს ამ რეგულაციაში, იმიტომ რომ უკვე შეუძლებელი ხდება ამის ატანა, რაც დღეს ჩვენს ბაზარზე ხდება. ეხლა მე მომაქვს თქვენთვის საჩვენებლად უნიკალური ამერიკული პროდუქტი. ეს არის WD-40, რომელიც შექმნილია NASA-ს მიერ. ის არის შექმნილი იმისათვის, რომ დაეცვათ ჟანგვისაგან და უარყოფითი პროცესებისაგან, ბუნებრივი ზემოქმედებისაგან ამერიკული ეგრეთ წოდებული ატომური ბაიგალოვკები. ის არის უნიკალური შემადგენლობის პროდუქტი, ის არის გასაიდუმლოებული ფორმულით დამზადებული. ამერიკელები ხუმრობენ კიდევაც, რომ WD-40 უნდა იყოს ყველა ოჯახში სკოჩთან ერთად თაროზე. ის ყოველთვის არის მარჯვენა ხელი ოჯახის პატრონის. ჩვენ ბაზარი კი სავსეა ამ პროდუქციის ფალსიფიკაციით. ის გაკეთებულია როგორც VQ ან WD-48 და ეს არის სრული აცეტონი, ეს კი არის უნიკალური ფორმულის პროდუქცია, რომელსაც 600-მდე გამოყენება აქვს, საყოფაცხოვრებო გამოყენება აქვს. ასევე მე მინდა გადავინაცვლო ანთების სანთლებზე. ჩვენი კომპანია წარმოადგენს 3 ბრენდს ანთების სანთლებში, ეს არის Beru, NGK და Denso. აქედან Denso და NGK ფლობენ მსოფლიო ბაზრის 60%-ს, ეს არიან უმსხვილესი კორპორაციები. Denso-ს ბრუნვა არის 44 მილიარდი დოლარი და ის პირველ ადგილზეა კონვეიერზე მიმწოდებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში. ასევე ამ კომპანიის ფალსიფიკაციით სავსეა ჩვენი ბაზარი, ასე რომ ძალიან რთულია საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებისა და არაფალსიფიცირებული პროდუქციის გარჩევა. რა უნდა ქნას მომხმარებელმა თქვათ, ის ვერ გახდება ექსპერტის საქონლის, სახელმწიფო არ იღებს რეგულაციებში მონაწილეობას. ერთადერთი გამოსავალი არის მან მიმართოს წარმომადგენლობას, მიმართოს ოფიციალურ სერვისებს, მიმართოს რაც შეიძლება სანდო მაღაზიებს და კორპორაციებს. ამ ეტაპზე მე ახლა თქვენ დაგემშვიდობებით,
გემშვიდობებით ზაფხულის არდადეგებზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაბრუნდებით ეთერში სექტემბერში, უფრო მსხვილი, უფრო ფართო ფორმატიანი გადაცემით, სადაც უფრო ღრმად ჩავწვდებით იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ბაზარზე საავტომობილო სფეროში არსებობს. კარგად გზანდებოდეთ.